ეს არის საქართველოს უნდა იცოდეს. მეცნიერთა კონგრესის რა წინადადებები უარყვეს 2016, 2018 და 2020 წლებში ბატონმა ბიძინა ავენიშვილმა პარტიათა ლიდერებმა. ჩვენ მივდივართ ამ ნაბიჯზე, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ამასაც მოგახსენებ ჩემგომში. მე არ გავიმეორებ იმ ძალიან ორ ძალიან მწვავე გამოსვლას მხედველობაში მაქვს ხვალ ალბათ ერთი გამეორებული იქნება პირდაპირ ეთერის ჩვენ მთხოვეთ ტელევიზიას რომ ხვალ განმეორდება ის გადაცემა რომელიც პარასკევს შედგა ბატონი თენგიზ დიხამინჯიას უზენაეს საბჭოს დეპუტატის ბატონი გიორგი თავდგერიძის და ჩემი მონაწილეობით ბატონმა თენგიზ დიხამინჯიამ თქვა იქ რომ შოკში ვარ მე ესეთი მასალები მოვისმინე და ესეთი გამოსვლა მოვისმინე თქვენგანო ჩვენ უნდა გადავდოთ თავი დღეს ქვეყანას ჭირდება პოლიტიკოსი არა ის რომელიც კამისთვის იბრძვის არამედ პოლიტიკოსი რომელსაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეუძლია დადგეს ქვეყანასთან რატომ არის საკუთარი სიცოცხლის ფასად დადგომა ქვეყანასთან შუაში გვექნება ამას საუბარი მაგრამ თავში ვამბობ საქართველოს თუ არ განთავისუფლდა ქურდების გავლენისგან საქართველოს თუ არ განთავისუფლდა იმ ხელისუფლებებისგან და ოპოზიციისგან რომლებიც ფულისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან და არიან ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ამ ქვეყანაში ამ უნიკალურ ქვეყანაში ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანაში რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო დღეს პრაქტიკულად დაჩოქების გზაზე დააყენეს სწორედ იმ ადამიანებმა რომელსაც ფული უყვართ ძალაუფლება უყვართ და რომლებიც ქურდებთან არიან შეკრული ეს უბრალოდ შესავლისთვის რომ თქვენ კარგად წარმოიდგინოთ ის ორი გამოსვლა და ხვალინდელი რომელიც იქნება ტელევიზიით 4 საათზე ხვალ 4 შაბათს 4 საათზე პირდაპირ ეთერში იქნება გამეორებული ის გამოსვლა რომელიც თაობაზეც ახლა მოგახსენეთ რაც შევთავაზეთ ჩვენ 16, 18 და 20 წლებში პირველი პარტიებს უთხარეთ რომ ყველამ ვაღიაროთ და მოვაწეროთ ხელი აი ნახეთ რას მომავალი აქვს იმ ქვეყანას სადაც მასწავლებელი მეცნიერი შემოქმედი და მეწარმე ხავთ ხელის გულზე პატივს მიაგებენ ჯარისკაცს პოლიციელს საერთოდ ყველა პროფესიას მადლიერება უფროსი თაობისადმი ბავშვს მოსწავლეს და სტუდენტს ფეხქვეშ ეგებიან დაცულია თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლება სიტყვის თავისუფლება საკუთრების უფლება და მისწრაფება უკეთეს ცხოვრებისადმი სადაც ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა უფროსი თქვით რომ მოვაწეროთ ხელი ამას და ხალხს ვკითხოთ შემდგომში 2 წლის შემდგომ რეფერენდუმზე ვინც გაიმარჯვებს ასრულებს თუ არა ამას ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასრულებს თუ არა რას რომ მომავალი აქვს იმ ქვეყანას სადაც მასწავლებელი მეცნიერი შემოქმედი და მეწარმე ხავთ ხელის გულზე პატივს მიაგებენ ჯარისკაცს პოლიციელს საერთოდ ყველა პროფესიას მადლიერება უფროსი თაობისადმი ბავშვს მოსწავლეს და სტუდენტს ფეხქვეშ ეგებიან დაცულია თითოეული ადამიანის სიცოცხლის უფლება სიტყვის თავისუფლება საკუთრების უფლება და მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისადმი სადაც ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა უფროსი ჩვენ ვთქვით რომ გაიმარჯვებთ 2016 წელში 2 წელიწადში ჩავატაროთ რეფერენდუმი აი შეასრულეთ თუ არა ეს არ გააკეთეს 2016-ში თქვით 2018-ში გავაკეთოთ ეს თუ არ შეასრულებთ ჩავატაროთ მე რეფერენდუმი და ხალხს ვკითხოთ შეასრულა თუ არა ეს რაც აქ წერია ამ თუ გინდათ გავასწოროთ ჩემს ვალოთ არ დაეთანხმნენ ამას მე 2020 წელში ჩვენ სხვა ნაბიჯი გადავდგით და აი დღეს ხალხმა საზოგადოება უნდა იცოდეს რა წერილითაც მიმართეთ ჩვენ მაშინ პარტიის ლიდერებს ბატონი ბიძინა ავანიშვილი ეს 2020 წელი არჩევნებისა პარლამენტის არჩევნებია გამოვიდა ბატონი ივანიშვილი და თქვა რომ აი ჩემი დაბრუნება არის აუცილებელი და ბრუნდები პარტიის თავმჯდომარედ და რაღაცა მთელი ამბები და მაშინ მივწერეთ ასეთი რამ
აქ ერთნაირი იყო წერილი, მაგრამ ცოტა ცვლილებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და აი რა გაიგზავნა მეცნიერთა კონგრესის მიერ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ბატონო ბიძინა, გიდასტურებთ პატივისცემას და მეცნიერთა დიდი ჯგუფის, მეცნიერთა კონგრესის მოსაზრებებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ პარტია თეთრების და საერთოდ მეცნიერთა კონგრესის ხედვას ქვეყნის მართვის სისტემასა და არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მეცნიერთა ის ჯგუფია, რომელმაც დიდი მამულიშვილთა მიერ შექმნილი მოქმედების მანიფესტის ერთი სამშობლო ერთიანიერი გაერთიანებული სახელმწიფო მოსაზრებათა გათვალისწინებით ორწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა და ერთი წლის წინ წიგნად გამოსცა ქვეყნის განვითარების კონცეფცია გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. აი საუბარია ამ წიგნზე. და პროგრამული დოკუმენტი ახალი განზომილება რა შემცვალოთ რომ გადავჭეთ. საუბარია ამ დოკუმენტზე. აი როგორი ორი პროგრამული დოკუმენტი. თან გაუგზავნეთ ამ წერილთან ერთად ყველაფერი გაუგზავნეთ. რომლებიც დაეგზავნა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და გამოგეგზავნათ პირადად თქვენ. მეცნიერებს მიაჩნიათ, ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსია, რომ დიდი ინტელექტის, დიდარი შესაძლებლობების ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, რომ უკიდურესად პოლიტიზებულია საინფორმაციო სივრცე, უგულებელყოფილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პოლიტიკური უფლება აირჩიოს და იქნას არჩეული, ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და საარჩევნო ხუთთან დააგვიდით ამას, ხუთთან მისული უმუშევარი, უფულო, დეპრესიული, პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანი არათუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, არამედ უკვე მერამდენედ გახდება სოციალური დემაგოგიის, მოსყიდვისა და საარჩევნო ფულის მსხვერპლი. მეცნიერები კატეგორიულნი არიან მოსაზრებაში, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, 20 წელში იწერება ეს 2020 წელში, რომ დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი შეიძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული. ასეთ პირობებში არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად ძალიან დიდი ალბათობით მივალთ ქუჩის აქციებამდე და დიქტატურისაგან მიმოვალ საშიში მშვიდობამდე, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში აუცილებელია და აუცილებლად მოხდება. მე მგონი პროგნოზი, მე ვკითხულობ იმას, რაც გამოქვეყნდა და დაეგზავნა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ნახეთ არქივებში და ნახავთ იქ პარტიათა ლიდერები და თანაც ეს დოკუმენტი პროფესორებმა მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის ოფისში და ბატონმა ჯუმბერ კოპალიანმა მიიტანა იმ ოფისში, სადაც ნათელაშვილის ოფისში, რომ იკრიბებოდნენ პარტიები, ყველა სათითაოდ დაურიგდეს. მეცნიერებს აქვთ გამოკვეთილი პოზიცია. დღეს არსებითია ბრძოლა არა ძალაუფლებისთვის, არამედ მართვის სისტემის შესაცვლელად 1920 წელს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმ ვითარებამ, რომელშიც აღმოჩნდით გლობალური პანდემიის გამო და გვიწევს ცხოვრება ახალ მსოფლიო წესრიგის პირობებში. სისტემურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, მეცნიერებმაც, ინტელექტუალურმა ელიტამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ეს პროცესი უნდა წარიმართოს ხალხთან კავშირში და ეს აქ პრინციპულია ერთი, ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ პარტიათა ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას, ისე როგორც გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებმა. ვიდრე პარლამენტში მივიდოდნენ, მანამდე შეთანხმდნენ წესებზე, რაც ჩვენ შევთავაზეთ ყველა პარტიას. მეცნიერთა პოზიცია უცვლელია. საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს
სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისაღების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და უზრუნველყოს თითოეული ადამიანისათვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება. ეს ის რაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ხელი მოეწერათ, არ მოაწერეს, შევიტანეთ ამ დოკუმენტში და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე მეცნიერთა კონგრესი ამბობს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს არ ყოლია ხელისუფლება, ხალხის და ქვეყნის ხელისუფლება. საქართველოს ყავდა ხელისუფლებები, რომლებიც ფიქრობდნენ საკუთარ თავზე, გამდიდრებაზე და პარტიის დიქტატურაზე. მეცნიერები მთავარად ამოცანათლიან ინტელექტუალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას, ქვეყნის შესაძლებლობათა მაქსიმუმზე ორიენტირებული მართვის სისტემის შექმნას და არნახულად დარღვეულ თაობათა ერთიანობის აღდგენას. დაპირისპირების პოლიტიკიდან თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე გადასვლას და თანამშრომლობას კაცობრიობის მიერ შემუშავებულ პროგრამულ პრინციპზე დაყრდნობით მთავარ შეერთობა, სადაოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში სიყვარული, ეს ბიბლიური პრინციპი. ამ მიზნით მეცნიერები გვთავაზობენ პირველი, ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის იდეას, რაც ნიშნავს ამ ეტაპზე დროებით 2 ან მაქსიმუმ 4 წლით უარის თქმას პარტიულ პარლამენტზე და პროფესიონალთა პიროვნებათა პარლამენტის შექმნას. პარტიები თანხმდებიან ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენაზე, რომელშიც უნდა შევიდნენ მაღალი რეპუტაციის პროფესიონალები, გაცილებით მეტი რაოდენობით ვიდრე ასარჩევია, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება გააკეთოს არჩევანი, ასეთივე წესით უნდა წარიმართოს მაჟორიტართა არჩევაც. მეცნიერებს დასაშვებად მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებმა დააყენონ თავიანთი კანდიდატურები მხოლოდ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. მეორე, სამეცნიერო მიმართულების ყველა ინსტიტუტისა დანაყოფის ჩართვით, უნივერსიტეტების როლის გამოკვეთით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და დარგობრივი მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების დეტალური პროგრამა. ეს უნდა იყოს ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობის პროგრამა. ხალხი ირჩევს პროფესიონალებს და ამტკიცებს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამას. 2 წლის თავზე ტარდება, დააკვირდით, 2 წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი და თუ მოსახლეობა დარწმუნდება, რომ მის მიერ დამტკიცებული პროგრამა სრულდება, გაუგრძელებს ვადას პარლამენტს თუ არა და ცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. უნიკალური პროგრამა. ვიქნებოდით დაპირისპირებული, იქნებოდა ქუჩა, ვიქნებოდით დაძაბულები, არა. მესამე, ამ პერიოდში განსაკუთრებული უნდა იყოს პარტიების როლი, რომლებიც არ იქნებიან პარლამენტში, მაგრამ ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში, სახელმწიფო პირობითია, სადაც მიმდინარეობს შეთანხმება ხალხის ინტერესების გამომხატველი კონსტიტუციასთან, ქართულ დოქტრინასთან და ყველა იმ პროგრამულ დოკუმენტთან, განათლების პრიორიტეტულობა, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია, საბანკო სისტემის რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა და ამავდროულად ამათთან დაკავშირებით, რომელთა მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა და ადამიანის დაცულობის უზრუნველყოფა. პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ ელექტორატმა რეალურად დაინახოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა პოზიცია აქვს და რას წარმოადგენს საერთოდ ეს რეალურად მართვის ახალ სისტემაზე გადასვლა, რის გარეშეც ქვეყნის წინსვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. აი ნახეთ, როგორი პრაქტიკული წინააღმდეგობების შეთავაზა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემაა ეს. დააკვირდით კარგად. აი რაც აქ წერია. და აი ამ აქში მივხვდებით, ჩვენ ხმამ მინდოდა დამეწერა, მაგრამ ისტორია მეცნიერთა კონგრესს გაამართლებს და ამ ხელისუფლებებს გაასამართლებს. მეცნიერთა კონგრესს გაამართლებს ხელისუფლებას, ესე იგი, როგორც იტყვიან, გაასამართლებს. აი ეს იქნება მომავალი, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. მეოთხე, იქნება სახელმწიფო კაცების ილია ჭავჭავაძეს, საგრებულო,
მისი შექმნის იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმიდესა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც ეს იდეა 2010 წელს შემოგთავაზა ჩვენი სამშობლოს ისტორიისა და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. საქართველოს პატრიარქსა და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ჰყავს სუფთა წარსულის, ეროვნული აზროვნების, ზოგად საგრუპცობრივი იდეალების ერთგული უფროსი თაობის არაერთი წარმომადგენელი, რომელთა ერთობას სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ქვეყნის ცხოვრებაზე საერთოდ. ასეთი ინსტიტუტის შექმნა კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოსმ ძმებთან, ვისთვისაც განსაკუთრებულად ღირებულია უხუცესთა გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. პოზიცია საერთოა ქვეყნის ეროვნულ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ ამ ინსტიტუტის მოსაზრებათა გათვალისწინებით უნდა მიიღოს. უნიკალური წინააღმდეგობები ბატონო. აი გთხოვ ძალიან მე ვიცი რომ პარასკევს გავიმეორებ ჩვენ ამას ამ გადაცემას რომ ხვალ გამეორებული იქნება ის რაც რეალურად ვისაუბრეთ ჩვენ აი ქურდებთან და მთელ ამ უბედურ სამყაროსთან რაც ხდება დღეს ქვეყანაში და აი რასაც პროგრამულად თავაზობთ 2016 წლიდან 2018-ში შემდგომ 2020-ში 2024-ში არც დაუშვეს თვითონ ხო არ გაიზიარეს ეს პრინციპები და ჩვენ არც დაგვიშვეს მეცნიერთა კონგრესის უპარტიოთა გუნდი არც დაუშვეს არჩევნებზე ყველა მიიღო მონაწილეობა ყველაფერი გააკეთეს რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ შერჩეულ კანდიდატებს არ მიიღოთ მონაწილეობა და ეს იყო უნიკალური შემადგენლობა ამ შემადგენლობას მალე ნახავთ თქვენ ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მეცნიერთა პოზიციას დარწმუნებული ვართ თქვენც იგივე აზრი გაქვთ რომ ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი და ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებისა და პოტენციალის ქვეყანაში დანარჩეულია ასე ცხოვრობდეთ. ჩვენ წინაშე დგას ორი შესაძლებლობა ვიბრძოლოთ საკუთარი გამარჯვებისთვის, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს, ან ვიბრძოლოთ საკუთარი პარტიის გამარჯვებისთვის, რაც კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებს, ან ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეორეს ავირჩევთ და ეს იქნება სწორედ ახალი პოლიტიკური განზომილება. შევცდით. ბიზინა ივანიშვილმაც და ყველა პარტიამ აირჩია პარტიების გზა და პარტიების გამარჯვების გზა და არა საქართველოს. ამ მოსაზრებებს ვაყალიბებთ მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე დაყრდნობით და იმ ადამიანთა უმრავლესობის სახელით, ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოში იმ განწყობისა და იმედის დასაბრუნებლად, რომელიც სუფევდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს და როცა დეპუტატები ხელს ვაწერდით დამოუკიდებლობის აქტს. ვარ ბედნიერი რომ მოვაწერე ხელი ამ აქტს და ეს ჩემი ოჯახის და ჩემი გვარის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და ეს ადამიანები დღეს შიმშილისგან ღაფავენ სულს და არ აინტერესებთ დიდარ ესე იგი მილიონერებს, ანუ მონამორჩილ მილიონერებს არ აინტერესებთ ის ხალხი, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერა ხელი. ბატონო ბიძინა, ყოველი ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ხალხმა და ქვეყანამ უნდა მიიღოს ეპოქალური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ დღეს 2020 წელს ვთავაზობ, 2016-ში, 18-ში და 20 წელს ვთავაზობდით. ეს 2020 წლის წერილია. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს მომენტი დგას. ჩვენს წინაშე და ჩვენ პარტიებს შეგვიძლია მეცნიერებთან და წინა პარლამენტების წევრებთან ერთად ვიყოთ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორები. ამ საქმეში განსაკუთრებულია თქვენი როლი, ბატონო ბიძინა. პირდაპირ გვინდა გითხრათ, დამოუკიდებლობის აღდგომის შემდგომ მიზანმიმართულად ბინძურდება ქართული პოლიტიკა, ის ბიზნესად იქცა, ებრძვიან ავტორიტეტებს, გაფეთიშდა ფული, სახელისუფლებო პოზიციებს იკავებენ ძირითადად ისინი, ვინც გამდიდრდნენ ხალხის გაღარიბების ხარჯზე. თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, ბატონო ბიძინა, შეცვალოთ ეს სიტუაცია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური პროცესი. დღეს კიდევ არის შესაძლებელი მეცნიერებთან და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავაძლიეროთ პოლიტიკური ასპარეზზე ძლიერი, წესიერი, ავტორიტეტული, ხალხის დობით აღჭურვილი ადამიანები და პროფესიონალები, ნაცვლად დღეს გაბატონებული სოციალური დემაგოგების, სოციალური დემაგოგები, ჩასაფრებულების და გაბოროტებულებისა. ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი სპეცსამსახურების გავლენას საარჩევნო და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე.
დემოკრატიულია მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც მართავენ ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. ვაღიაროთ, რომ ბიუროკრატიული და ძალოვანი სტრუქტურების ელიტის მმართველობამ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ხელისუფლებათა ფორმირების 30 წლიანმა პრაქტიკამ დამანგრეველი როლი ითამაშა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი ქართულ ცნობიერებაზე. და კიდევ ერთი, მსოფლიო გამოცდილებიდან ცნობილია, რომ არაერთი ხელისუფლება, მათ შორის ბევრი თავიდან ხალხის დობით აღჭურვილი და პროგრესულად განწყობილი, საბოლოოდ დაღუპა ტაშის მკვლელთა, დიდი რამბებით მომღერალთა და კამელეონთა გარემოცვამ. ეს საფრთხე დღეს რეალურად იკვეთება, თუმცა თქვენ გაქვთ სიტუაციის რადიკალურად შესვლის შანსი. იმის შანსი, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობის გარეშე დარჩეთ საქართველოს ისტორიაში დიდი მასშტაბის პიროვნებად, როგორც მეცენატი და ბიზნესმენი. ამ შესაძლებლობათა ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს მიმართეთ ჩვენ ბიძინა ავანიშვილის და პარტიათა ლიდერებს. გადავდოთ პირადი წყენა ბატონო ბიძინა. გავიმარჯოთ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანის კი არ ყავს დასაკარგი. თავარი წინას დამარცხება კი არა, არამედ ისაა, რომ უკეთესობისაგან შეიცვალოს ხალხისა და ქვეყნის ცხოვრება. ყველაფრის და მით უფრო წინას უარყოფის გზა დამანგრეველია. ყველა ხელისუფლებამ რაღაცით დატოვა კეთილი და პოზიტიური კვალი, რასაც აღიარება და დაფასება უნდა. ყველა ხელისუფლებაში იყვნენ და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მათ პატივით უნდა მოვეკიდებოდეთ. ყოველივე ამის უარყოფა დანაშაულიცაა და საკუთარი თავის უარყოფისაგან მიმავალი გზა. თავისუფლება სიმართლეშია და ის არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. არ შეიძლება ყველა მართალი ვიყოთ, ყველა კარგად მუშაობდეს და ქვეყანა კი ასე ცხოვრობდეს. ეს წარმოუდგენელია და შესაბამისად ტყუილია. ტყუის ყველა ბატონო ბიძინა, ვინც მივიჩნევთ, რომ ვამბობთ სიმართლეს. სიმართლე კაცობრიობის გამოცდილებასთან, მეცნიერებასთან და მეცნიერულ ანალიზთანაა დაკავშირებული. მივენდოთ მეცნიერებს, მივენდოთ კაცობრიობის გამოცდილებას, მივენდოთ ჩვენს ისტორიას. უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. გავერთიანდეთ ბატონო ბიძინა და პარტიის ლიდერებო, არა ერთის ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოთვის. გადავდგათ ეს ნაბიჯი, დრო ამას ითხოვს, ისტორია ამას დააფასებს. ეს არის წერილი, რომელიც გაეგზავნა ბიძინა ივანიშვილს. ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ დღეს ხომ მოისმინეთ, Facebook-ზე იქნება ეს გადაცემა დადებული. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამას და კიდევ ერთხელ თქვათ, რომ როგორი პროგნოზი გააკეთა მეცნიერთა კონგრესმა, როგორ დახატა ყველაფერი და როგორ თქვა, რომ ჩვენ თუ წავალთ ამ გზით, რასაც მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ, ეს ქვეყანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა.